მოგესალმებით. როგორ ახართ? მოკლედ, ხო ავტოში რო ვიყავით ჩვენ ავტოსადგომზე კორეაში, ისეთი კარგი გამოხმაურება დაიმსახურა ვიდეო, კითხვები არ წყდებოდა, ძალიან ბევრი მესიჯი შემოვიდა, აქედან გამომდინარე ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილის ჩაწერა გადავწყვიტეთ. მოკლედ, გადავწყვიტე რომ წავიდე ხო ავტოში ისევ, შორს არის, მე და ჩემი მეუღლე მივდივართ. ჰაი. გადავწყვეტეთ რომ წავიდეთ და ჩავატაროთ მეორე ნაწილი ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების და რაღაცა კითხვები დავუსვათ საქართველოსთან ჰუ ავტოს წარმომადგენელი ჩაგვერთვება აქეთ კორეიდან და ერთად წავიდეთ ახლა ამ ვიდეოს გადასაღებად 1 საათი უნდა დაახლოებით გზას და მივდივართ ყავა მომზადებული გვაქვს თბილად გვაცვე იმიტომ რომ კორეაში უკვე ძალიან ცივა მოკლედ ჩამოვედით ავტომობილებს ხედავთ უკან უნდა მივაგნოთ ახლა ჰუ ავტოს ნახეთ, დაგანახეთ გარედან. ლამაზი გასრიალებული ავტომობილები. ეხლა ჩავერთვები საქართველოსთან ჰუ ავტოს წარმომადგენელთან. აქაც ჩვენი ჰუ ავტოს წარმომადგენელი ყავს კორეელი. ხო და ამ ორ შორის მე ვიშუამავლებ რაღაც. მელოდებით არ მიშავებს როდის მოვა და всё. დავიწყებთ ჩვენს ინტერვიუს. ზუმის საშუალებით ვიდეო კოლით ჩავერთვები ჰუას ჰუ ავტოს ქართველ თანამშრომელს ზუმში და იმედი მაქვს თქვენ ხმას კარგად გაიგონებთ. ჩაერთო. გამარჯობა. სალამი. всё, ჩავერთეთ და ეხლა დავიწყოთ რაღაცა ჩვენი პატარა გამოძიება, რომელიც აი მანქანის შემოწმების პროცესში იქნება. მე ან თქვენ შეგეკითხებით ხო მე რაღაცებს? კი ბატონო. ჩვენ აქ წინაზე ვიყავით ჩამოსული თქვენ გეცოდინებათ და მოკლედ რაღაცებში რაღაცები ამ ბევრი რაღაც შევიტყვე, რაღაცებში ჯერ კიდე დაბნეულები ვიყავით, ამიტომ მეორე წრეზე ჩამოვედით, ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდა და ამ შეკითხვებზე ცოტა უფრო დეტალურად ქართველმა თანამშრომლებმა ჰუას ავტოს წარმომადგენელმა რომ გაგვცეს შეკითხვებზე პასუხი. პირველი რაც აინტერესებდათ არის რატო არისო კორეიდან ავტომობილების ჩამოყვანაზე ესე მოთხოვნა გაზრდილიო და თქვენი აზრით გვაინტერესებდა. კორეაში არის ავტომობილების მრავალფეროვნება. ამასთან ერთად არის ევროპული ავტომობილები, რაც შეიძლება პირობითად ამერიკულ ბაზარზე არ შეგვხვდეს და ძალიან კაია როცა ბაზარზე ჩნდება ახალი ალტერნატივა, რომელიც მრავალფეროვნების საშუალებას გვაძლევს და პლუს ამას კორეის მთავარი პლუსი ალბათ არის, რომ არის დაუზიანებელი ავტომობილები. დაუზიანებელთან ერთად, როცა ეს დაუზიანებელი ავტომობილი ადგილზევე თვალიერდება, მოწმდება, საკმაოდ დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის რა და ჩვენ ბაზარზე განსაკუთრებით. 北上그 부분은 그 오늘 단계에서 그게 되는 건가요? 이제 고객님이 이제 사이트상으로 이제 차량이 마음에 드시면은 이제 이 차량이 뭐 히스토리 사고 유무가 있었는지 어떤 것을 수리했는지 그것들을 확인하기 위해서 저희가 검수를 하는 겁니다. ჯერ თანხა უნდა იყოს გადახდილი მაგალითად უკვე შეძენილი უნდა იყოს და მე ვამოწმებთ თუ წინასწარ სანამ შევიძენ შერშევის პროცესში მოწმდება ეს ნაწილი რო აგვიხსნათ. კი ბატონო, უყურე როგორი პროცესი არის. პირველ ეტაპზე ურჩევ ჯერ ავტომობილს ვიზუალური თვალსაზრისით. შიდა ბაზრის საუნდ პლატფორმებზე, სადაც მოცემული არის თუნდაც მანქანის წარსულის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მე ჩვენი წარმომადგენლობა, სადაც თქვენ ახლა ბრძანდებით, მიდიან ადგილზე, ათვალიერებენ შეძენამდე თავისთავად და ამის შემდეგ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ავტომობილია თან მეორადი ავტომობილზე გვაქვს საუბარი ახლა და თავისთავად შეძენამდე როცა ავტომობილი თვალიერდება, იქიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას, ძალიან დიდი კომფორტი, ძალიან. დავსხეთ მანქანის, იმიტომ რომ გარეთ ძალიან ცივა, ხო და რაღაცა კითხვებს ახლა უკვე მანქანის შიგნით დავუსვო. დიდი ნაწილი ანუ შეკითხვების იყო გარბენთან დაკავშირებით. ანუ ამერიკიდან ჩამოყვანის დროსაც ძალიან ხშირად ისვება იგივე კითხვებია და გვაინტერესებს როგორ უნდა გავიგოთ ხო არ არის გარბენი ჩამოყრილი. როგორ ამოწმებს ქართველი მომხმარებელი მანქანის შეკვეთისას, არჩევისას ამ გარბენის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეს და რამდენად ნამდვილია ეს ინფორმაცია. გარბენები ზოგადად იკრება
მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა. ეს საკმაოდ ძველი აპრობირებული მეთოდი არის მანქანის ასე ვთქვათ კარგობაში გაგების, მაგრამ ყველა ქვეყანაში იმიჯნება ავტომობილები ზოგადად პლატფორმების და მიხედვით ეს ნიშნავს რას. მაგალითად კორეაში ჩვენ ვარჩევთ ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია შიდა ბაზრისთვის. აქედან გამომდინარე, როცა მიდის წარმომადგენელი პირველ ეტაპზე ატარებს კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, რის საფუძველზეც გვიდასტურებს ავტომობილის გარბენის ორიგინალურობას. ამის შემდეგ დამატებითად შეგვიძლია ამოვიღოთ ცენტრიდან ამონაწერი ან ყოველი ავტომობილის ტექდაცვალიერების, ეგრეთ წოდებული ტექდაცვალიერების, ვთქვათ, შეფასების აქტი, სადაც მითითებული არის ავტომობილის გარბენი და რეალურად ყველაზე ოპტიმალური გზა ავტომობილის გარბენის რეალურობის დასადგენად გახლავთ ეს. ესე მუშაობს საქართველოს ბაზარის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბაზარის და ამაზე მეტ გარანტიას პირდაპირ გეუბნებით ცენტრიც არ ეძლევა ავტომობილებში. 한국 내에서는 자체적으로는 이제 주기적으로 이제 검사를 받아요. 예를 들어서 2023년에는 몇 킬로, 24년에는 몇 킬로. 이게 나라에서 지정해준 업체에서 이제 검사를 받는데 거기에서 연도마다 이제 주행 거리가 이제 몇만이었던 걸 다 추상으로 먼저 확인을 할 수가 있고요. მერაბ, თქვენ შეკითხები თავიდან გვაინტერესებს ამერიკის და კორეის ბაზრებს შორის რა განსხვავება და რა ბენეფიტები არის, ან მოუხმარებელი რო არჩევს მაგალითად ამ ორ ბაზარს ხშირად ადარებენ ხოლმე ერთმანეთს და აი მაგაზე რას გვეტყოდით? ზოგადად ამერიკა და კორეა გახლავთ ორი დამოუკიდებელი ბაზარი. ამერიკის მიმართულებით ესე ვთქვათ, თავი ბენეფიტი გახლავთ ის, რომ შეგიძლიათ ბიუჯეტურ ფასად მცირე დაზიანების საფუძველზე თუნდაც შეიძინოთ კარგი ავტომობილი, რომელიც შეიძლება საქართველოს ბაზარზე ორჯერ მეტი ღირდეს და რეალურად ჩვენთან გამომდინარე იქიდან, რომ ხელობა ავტომობილის ხელობაზე მოგზაურობა სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია. ამის ხარჯზე წამოიყვანოთ იაფად, აქ კარგ ფასში გააკეთოთ და რეალურად საბაზრო ღირებულება ბევრად მეტი გქონდეთ. კორეის მიმართულება გახლავთ პირველ რიგში, რომ ავტომობილები არის დაუზიანებელი და მეორე მთავარი უპირატესობა ჩემი აზრით არის ის, რომ არის ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილები. ეს განსხვავდება კომპლექტაციებშიც და ამავდროულად ხარისხშიც. აქედან გამომდინარე, როცა მოხმარებელი ჩვენთან მოდის, ჩვენ მის მოთხოვნებს ვისმენთ და ესე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე ვარგებთ მის მოთხოვნებს, რომელი ბაზრიდან ჯობია, რომ ავტომობილი წარმოვიყვანოთ. ჩვენ დავასრულეთ ჩვენი ინტერვიუ. მერაბსაც, ანუ ჩვენს ქართულ წარმომადგენელს თავმჯდომები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და ნახვამდის. მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ დღეს თქვენი ცნობის მოყვარეობა სრულად ამაკმაყოფილე. შეაფასეთ როგორი ჟურნალისტი გამოვდექი. რაც თავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალებს მანქანის გამოწერისას. ძალიან დიდი მადლობა ჰუას გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და თუ თქვენს კორეიდან ავტომობილების, ესე კარგად შემოწმებული ავტომობილების ჩამოყვანა გსურთ, აუცილებლად მათ მიმართეთ. ნახვამდის. 글로바 ნახვამდის. 가볼게요.